რა უნდა ჩვენს ურთიერთობას, ჩვენგან ნაწილი 2. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რატომ შეიქმნა ჩვენი წყვილი, საჭიროა რომ და რა უნდა ჩვენს ურთიერთობა, საჭიროა რომ ჩვენს დაბადების დღეს დავუმატოთ პარტნიორის დაბადების დღე და დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე. მაშასადამე 6-იანები. 6-იანი ეს არის საერთოდ სიყვარულის ენერგია და ასეთ წყვილში თავიდანვე ძალიან დიდი ვნება წარმოიქმნება და ასეთი წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ურთიერთობაში არ ჩარიოს მესამე. ძალიან ხშირად არის რომ ერთ-ერთი პარტნიორი აქ ცოლიანია, ან პარტნიორის შეხვედრამდე ყავდა ვიღაც, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჯერ კარგად გაარკვიოთ და ურთიერთობა მერე დაიწყოთ, რადგან ეს ურთიერთობა ხშირად ნიშნავს სხვა ოჯახის დანგრევასაც, ამიტომ აქ უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და კიდევ რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება თვითსიყვარული. ასეთ ურთიერთობაში ძალიან მარტივია თავი დაკარგო და საკუთარ თავზე წინ სხვა დააყენო. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ორივე პარტნიორი თანაბრად პატივსცემდეს პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ უკვე თავის მეორე ნახევარს. რაც შეეხება 7-იანებს. 7-იანი ეს არის საერთოდ მოძრაობის ენერგია და ასეთი წყვილი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს მოგზაურობაში, ან სხვა ქალაქში, განვითარების სტრუქტურებში და უშუალოდ ღრმა განვითარების, სულიერად განვითარების ცენტრებში და ასეთი წყვილებისთვის მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთის მიმართ არ დაიხურონ და ერთმანეთში კონდეთ ნდობა. ძალიან ხშირად 7-იანი ნიშნავს განცალკევებას, განმარტოვებას და ამ ურთიერთობისთვის კრიზისი დგება მაშინ, როდესაც ურთიერთობაში არ არის ნდობა. ამიტომ არასოდეს არ ეცადოთ, რომ ასეთ ურთიერთობაში რაღაცა დამალოთ, ეს დამღუპელი იქნება. რაც შეეხება 8-იანებს. 8 ეს არის საერთოდ ფულის ენერგია და ასეთ წყვილში ეს ენერგია ნიშნავს კარმას და ასეთი ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა გაუძლოს ფინანსურ გამოცდებს. ასეთ წყვილში ხშირად წარმოიქმნება ფულის პრობლემა და მთავარია რომ მათ ისე გადალახონ, რომ ერთმანეთს არ უღალატონ, ერთმანეთს ფულში არ მოატყუონ და ეს რაც მერე უკვე მომავალში საშუალებას აძლევს მათ, რომ ქსელურად განავითარონ ბიზნესი და მიაღწიონ ძალიან დიდ წარმატებას. რაც შეეხება 9-იანებს, ეს არის ყველაზე მყარი ურთიერთობა, ეს არის ბედით კავშირი. იშვიათად ინგრევა ასეთი ურთიერთობა და რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ასეთი შეხვედრის შემდეგ თქვენი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვლება, ძალიან ბევრი ახალ ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, ახალ ქალაქში, ასეთ ურთიერთობაში იბადება ბავშვი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ წყვილმა ერთმანეთს მისცენ განმარტოვების საშუალება რო ენერგია აღიდგინონ, მაგრამ არასდროს არ ჩაიკეტოთ ერთმანეთისგან და ყოველთვის უნდა ისე განავითაროთ თქვენი ურთიერთობა, რომ ამ ურთიერთობაში ყოველთვის გქონდეთ ღრმა თემები, რაზეც ისაუბრებთ. გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ ჰარმონიას და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, რამდენად რეზონინდა თქვენთვის და თუ დამიკომენტარებთ, აუცილებლად გიპასუხებთ.